მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ეს 100 დღე ისტორიაში შევა აუცილებლად. ეს ბრძოლა ისტორიაში შევა. ეს ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დამთავრდება. დღეს ძნელი სათქმელია კონკრეტულად როგორ რა ტიპის გამარჯვებით, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანობა ამ ქვეყანაში აუცილებლად გაიმარჯვებს. მაგრამ ეს 100 დღე აუცილებლად შევა ისტორიაში როგორც ერთ-ერთი ყველაზე სწორი ფორმის პროტესტი, რაც ამ ქვეყანაში ყოფილა და პროტესტი ეგზისტენციალური მნიშვნელობისა. ხო, ეროვნული მოძრაობის ამბები რატო შევიდა ისტორიაში? ერთ დროს უახლესი ისტორია ამ ქვეყნის, მეორე მხრივ, იმიტომ რომ ეს იყო ბრძოლა თავისუფლებისთვის, ბრძოლა ტირანიის წინააღმდეგ და ბრძოლა თავისუფლებისთვის. ყოველთვის ასეთ ბრძოლების შინაარსს, თავ დედააზრს აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა და დღეს ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის. დღეს ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქე იყოს თავისუფალი ადამიანი, ადამიანი, რომელიც აკეთებს, ცხოვრობს, იღწვის, შრომობს ისე, როგორც მას უნდა, მისი განვითარებისთვის, საკუთარი სამშობლოს განვითარებისთვის, ამას ვიცავთ ჩვენ. ერთის მხრივ ვიცავთ ადამიანების თავისუფლებას და მეორეს მხრივ ვიცავთ რუკაზე ამ სახელს, საქართველოს. ის რაც ყველაზე მეტად გვიამაყება, ხო? ის რაც ყველაზე მეტად გვინდა და გვიყვარს. საკუთარ სამშობლოს იდეას და ჩვენ თავისუფლებას ვიცავთ და ეს ბრძოლა შეუძლია რომ გამარჯვებით არ დამთავრდეს. ესეთი 100 დღე მე არ მახსოვს აქამდე, მართლა ძალიან სწორი შეფასება იყო ქალბატონი პრეზიდენტის, ეს იყო, რა ვიცი, ზრდილობის, სიყვარულის, სიკეთის, აი ამ ყველაფრის გამაერთიანებელი პროცესი და ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და მინდა რომ თქვენ ერთ-ერთ ახლა კიდევ ერთხელ ვისაუბროთ და ლელო ძლიერი საქართველოს სახელით ყველას ვთხოვო რომ აუცილებლად მოვიდნენ რუსთაველზე, რომ ასევე ცივილიზებულად და ასევე ლამაზად აღნიშნოთ ეს 100 დღის თავი. 100 დღე უკვე 100 დღე მტკიცედ დგომა, ეს უკვე გამარჯვებაა, სწორედ ამას წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი. იზიარებთ ამას? კი. რა თქმა უნდა. ამ პროცესის ერთ-ერთი ეს პროცესი ბევრ წახნაგოვანია, ხო? ამ პროცესს ბევრი შემაფერხებელი ფაქტორი ჰქონდა უკანასკნელი დღეების განმავლობაში და განსაკუთრებით ზამთარი და სიცივე, ხო? და ჩრდილოეთის ქარი კარგი არავის მოკავშირე არ ყოფილა ამ ქვეყანაში. ჩრდილოეთის ქარები ამ ქვეყანაში ყოველთვის ბოროტების, სიკვდილის და სისხლის მოკავშირე იყვნენ. რუსეთს კარგი ამ ქვეყანაში არაფერი არ შემოუტანია დღიდან მისი აქ პირველი გაჩენისა. გიორგი რუსის აქ ჩამოთრევიდან დღევანდელ დღემდე რუსულ იმას რა ქვია ქარბუქს და სიცივეს აქ კარგი არაფერი არ მოუტანია და ხშირად ზამთარი იყო გამტეხავი ამ ქვეყანაში პროტესტისას და ეს 100 დღე მარტო იმიტომ არის დასაფასებელი, რომ ეს 100 დღე მათ შორის აი ცივი ზამთარი, მათ შორის აი ბევრი შემაფერხებელი ფაქტორი, რომელიც ამ პროტესტს წინ უხდებოდა, ყველაფერი ეს გადაილახა და გადაილახა ღირსეულად, რაც მთავარია. ადამიანებმა ეს ყველაფერი გადაალახეს. იქნებოდა ეს ცემა, წამება, დაშინება, შეშინება, ფინანსური ჯარიმები, სამსახურიდან გაგდებები. ხო ხედავთ, არ ტეხავს არაფერი ამ პროტესტს. მარტივი მიზეზის გამო ის არის გულწრფელი. რამდენიც არ უნდა იკრიახონ შალვა რამიშვილებმა და მსგავსმა სამშობლოს მოღალატეებმა, რომ რა ვიცი, ეს პროტესტი ესეთია, ისეთია, საიდანღაც ფინანსდება ვიღაცა რაღაც 100 ლარს იღებს. არავინ $100, 100 ლარის, 25 თეთრის გულისთვის არ დადგება იქ ყოველ საღამოს პრინციპულად ყოველთვის ისე როგორც იდგა ეს ხალხი რუსთაველზე ეს დღეები. არ არსებობს ეს, ბუნებრივია, გულიდან მოდის. ამიტომ არის რომ ადამიანებს ერთმანეთთან სოლიდარობა აქვთ. ამიტომ არის რომ ადამიანები ერთმანეთს ანაცვლებენ. რა ვიცი, როდესაც იქ რაღაც სიტუაცია იძაბება, ორჯერ უფრო მეტი ხალხი მიდის. ხალხი რეაგირებს, ხალხისთვის ძვირფასი გახდა. ძვირფასია საქართველოს იდეა, ისეთივე ძვირფასი გახდა ეს საპროტესტო კერა და ფაქტია, ხო, არ ჩამცხრალა ეს საპროტესტო კერა. ვინც არ უნდა იკრიახოს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იქ რაღაცა $50 გადამხდელი ხალხი დგას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს სიბინძურე ვერ მოედო, აი მოჭიდება ვერ პოვა ამ პროტესტზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, იმიტომ რომ გულწრფელია და სწორია და ეს პროტესტი აუცილებლად გაიმარჯვებს. თაზო, სისტემა ახსენეთ თქვენ და სისტემას ყველაზე საუკეთესოდ ალბათ მისი გადაწყვეტილებები ახასიათებს, ხო? რა ტიპის სისტემას მივიღეთ ჩვენ ამ 100 დღის განმავლობაში? ბევრი საქმე ახასიათებს ამ სისტემას, მის სისასტიკეს. ჩვენ ცხადია ამ ყველაფერს გავიხსენებთ, იქნება ამის დრო და საშუალება, მათ შორის ხვალაც, როდესაც სრულდება პროტესტის 100 დღე, მაგრამ აი რამდენიმე საქმე, აი დღეს აქტუალური თემა და იცით როგორ
განვითარდა პროცესი იგივე ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ხო რა ტიპის განცხადება გავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 თვის განმავლობაში რაღაც გარკვეული პროცესი მიდიოდა და დღეს აღწერს ამ დეტალებს სწორედ უწყება. აი ეს და ამგვარი საქმეები რაზე მიუთითებს სისტემის შესახებ პირველ რიგში? სიბინძურეზე და მომპალობაზე, ანა, მომპალობაზე მთელი სისტემისა, რომელიც დღეს სამწუხაროდ ამ ქვეყნისთვის ემსახურება მხოლოდ ერთი ავადმყოფი, ღრმად ავადმყოფი ადამიანის და ფსიქიურად აშლილი და სამშობლოს ზიზღით მაყურებელი ადამიანის პირად ინტერესებზე, მის ხუშტურზე, მის ხოშზეა ეს ყველაფერი აგებული. შეხედეთ, რა სიზუსტით 24 საათში, იმიტომ რომ ბაჩაშვილის ამ ქვეყნიდან გაქცევა სისტემა პანიკაში ჩააგდო, ხო? იმიტომ რომ ის მთავარი განარისხეს ამითი და რა სკრუპულოზური დეტალიზებით, რომელიც არ ვიცი ახასიათებს ალბათ FBI-ის გამოძიებულ საქმეებს, აი ამ დეტალებით მოგვიყვეს დღეს უკვე მთელი ამბავი ბაჩაშვილმა ეს ქვეყანა როგორ დატოვა. და იგივე სისტემამ, რომელსაც თურმე უნარი აქვს, რომ 24 საათში ასეთი რეაგირება მოახდინოს, ასეთ საქმეზე, რომელიც დეტალებიც ასეთ მარტივ გამოსაძიებელი არ არის, ამ სისტემამ უკვე მე რამდენი თვეა ვერ გამოიძია სისტემური წამება ამ ქვეყანაში. ანუ ამ სისტემამ, რომელიც ამბობს, რომ ის ისეთი ეფექტურია, რომ ბაჩაშვილის საქმე გამოიძია 48 საათშიც არა, 24 საათში და ყველა დეტალი საზოგადოებისთვის ნათელი გახდა, ამ სისტემამ ვერ გამოიძია 300-ზე მეტი ადამიანი როგორ აწამეს რაღაცა კამებამოცლილ მარშრუტკაში. ამ სისტემამ ვერ გამოიძია ვინ უტყავდა ბოლოს და ბოლოს ვერ დავაიდენტიფიცირეთ, ვინ უტყავდა იმ ხალხს, ვინც რუსთაველზე უმოწყალოდ ნაცემი არიან, ვინც დღესაც მკურნალობენ და შეიძლება ვერასდროს ვერ დადგენენ სრულფასოვნად ფეხზე. ამ ადამიანების ფასი არაფერი არ არის? ამ ადამიანების მიყენებული ტრავმა, ტკივილი, უბედურება, წამების შედეგად ფსიქოლოგიური ტრავმები, რომელიც მიიღეს. ესენი ადამიანები არ არიან, ანუ მათი საქმეების გამოძიება თურმე ასეთი სისწრაფით არის შესაძლებელი 24 საათში და უბრალოდ არ იძიებთ? რამდენჯერ უნდა შეაფურთხოს ამ კაცმა ქართულ საზოგადოებას, აი ეს პირდაპირ სახეში, რომ ამ საზოგადოებამ სრულფასოვნად აღიქვას, მათ შორის პირველ რიგში ქართული ოცნების წარმომადგენლება, რომელიც ყველაზე ნაკლებად ადარდებს, ყველაზე დაბალ დონეთ თვლის, ყველაზე ტვინცარიელ ადამიანებად თვლის, იმიტომ რომ ყველაფერს აჭმევს, ასმევს და აჯერებს, რა სიგიჟეებშიც ჩვენ ცხოვრობთ ბოლო ეს პერიოდია. იქნება ეს გლობალური ომის პარტია თუ ყველა სხვა სიგიჟე და ტყუილი, რომელშიც ამ ხალხს აცხოვრებს და პირველ რიგში ამ ხალხს მინდა მივმართო, რომ რა, ანუ თქვენ მეუბნებით, რომ 24 საათში ბაჩაშვილის საქმის გამოძიება შეუძლია და შესაბამისად 24 საათში შეეძლო წამების საქმეების გამოძიება და არ გამოიძია ესენი? ხო, ამას ეუბნება ხალხს, რომ ეს არის სისტემა, რომელსაც ყავს თავისი ერთი ხელმძღვანელი, ის რასაც იტყვის, ამას გავაკეთებ და მთელი დანარჩენი ქართული საზოგადოება, 4 მილიონი ადამიანი არავის არ ადარდებს და არ აინტერესებს. დღეს საულე სამადაშვილს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ბრიფინგი სხვათა შორის, იგივე ანაკლიასთან დაკავშირებით. ხო, რა შესაძლებლობას ხსნის ეს ინიცირებული აქტი საქართველოსთვის ხელისუფლებისთვის სურვილის შემთხვევაში, ხომ? დაბრუნდეს ამერიკული ინვესტიცია და იყოს ამერიკული ინვესტიცია ანაკლიაში. კი, აი რა წახნაგიდან მინდოდა, იცი, აი რამდენი სიბინძურე და ტყუილი დააჯერა საზოგადოებას ბოლო წლების განმავლობაში და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფიორა და ტყუილი იყო ეს ბოლო ამბავი, რომ ვითომ ვიღაც ჩინელები ანაკლიას აკეთებენ. ანაკლია გამოიყენა დასავლეთთან დაპირისპირებაში როგორც ინსტრუმენტი, სინამდვილეში არც ჩინელები არ შევლენ, მაგრამ თუ შევლენ ჩინელები, დღეს ხო გამოჩნდა ჩინელებისადმი დამოკიდებულება ტრამპის ადმინისტრაციის. დღეს ხო გამოჩნდა ანაკლის სპორტის მნიშვნელობა ერთი-ორად ხო გამოჩნდა რაში არის საჭირო ანაკლიის სპორტი. იგივე შეერთებული სტრატეგიული ინტერესებისთვის, ევროპის სტრატეგიული ინტერესებისთვის. ამას ბევრი წელია ჩვენ ლელოში ძლიერ საქართველოში ხსნით და საზოგადოებას ჩვენზე კარგად ესმის უკვე დარწმუნებული ვარ ეს ამბავი, მაგრამ კიდევ ერთხელ გასმით თქვათ. აი ამ ვითარებაში, როდესაც ამდენს ლაპარაკობს მაგალითად პრეზიდენტი ტრამპი მინერალებზე და იმ მინერალებზე, რომელიც ძალიან საჭიროა დღევანდელი ეკონომიკისთვის. თქვა ხო იცით რომ ამ მინერალების ერთ-ერთი მთავარი პლაცდარმი მსოფლიოში ცენტრალური აზია არის. ცენტრალური აზიიდან ევროპა, ამერიკაში დამაკავშირებელი ყველაზე უსაფრთხო გზა არის ანაკლიის სპორტი. და ამ ანაკლიის სპორტს, რომელიც უახლოესი 10 და 20 წლის განმავლობაში უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის ის მდიდარი მინერალები, რომლებიც სჭირდება დღევანდელ ეკონომიკას, დასავლურ ეკონომიკას და ამან ანაკლიაში უნდა გაიაროს მნიშვნელოვანმა ნაწილმა ამ ტვირთების ცენტრალური აზიიდან, თურმე აქ ჩინური ინვესტორები
ინელებს უნდა ჩააბაროს ეს პოსტი და ამით ლაპარაკობს ის რომ ტრამპის ინტერესები და ივანიშვილის ინტერესები თურმე ხვედრაშია? აი ამ სისულელეს კიდე რამდენი ხანი ვინ დაიჯერებს? ამაზე პასუხი რა აქვს? ტრამპს რო ტრამპს პასუხს რას გაცემენ და შეერთებულ შტატებს? რა გადატვირთვაზე ელაპარაკებიან ურთიერთობების, როდესაც ჩინელებზე აქვს რაღაც სტრატეგიული პარტნიორობა აქვს გაფორმებული და ეხა იმპორტს რომლიდანაც ევროპამ და შეერთებულ შტატებმა ამიტომაც ხომ არ არის გაჩერებული ეს პროცესი და უცნება ისევე როგორც სხვა საკითხებს აკვირდება და ეს პროცესი იმიტომ არის გაჩერებული რომ ეს პროცესი ჩემი აზრით თავიდან ბოლომდე პოლიტიკური ავანტურა იყო ივანიშვილისთვის. ივანიშვილს აქვს დავალება მოსკოვიდან რომ იქ პორტი არ უნდა იყოს, აი ეს დავალება და აი ჩემი აზრით ამ დავალების გაწევაში და გადავადებაში ხარჯავს ამ დროს, მაგრამ ესეც რომ არ იყოს და იქ რომ ჩინელები ყავდეს, ჩინელები რეალურად შემოდიოდნენ, ორჯერ უფრო უარესი ივანიშვილისთვის და მისი ოლიგარქატისთვის. ანუ ტრამპს პირდაპირ ეუბნება, რომ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სავაჭრო გზაზე, უმნიშვნელოვანეს აი იმ თანამედროვე კონტექსტში, რომელსაც დღევანდელ მსოფლიოში იხატება, აქ ჩინელებს დაუყენებს ეს იყო თაზო დათუნაშვილი. კი ბატონო, შეგვიძლია გავაგრძელოთ თაზოსთან საუბარი. გისმენთ თაზო? რა გაწყდა? მხოლოდ რამდენიმე წამით, კი ბატონო. კი ბატონო, ხო ამას ვამბობ, შეხედეთ, აი ამ ჩიხებში არის გაჭედილი გაუთავებლად და ამ ჩიხების მიღმა ქართული საზოგადოებამ ამ პროცესს აი ამ 100 დღით ხელში აიღო ფაქტიურად ამ ქვეყნის ბედი და ქართულ საზოგადოებამ თავარი ორი კითხვა უნდა დაუსვას საკუთარ თავს გაუთავებლივ იმისთვის, რომ წარმატება მიღწეული იქნას და იმისთვის, რომ мотиваცია არ დავარდეს. ერთი, ივანიშვილის რეჟიმმა დაგვაახლოვა თუ დაგვაშორა ევროკავშირს, ევროპას და დასავლურ ინტეგრაციას და მეორე ივანიშვილის რეჟიმმა ჩვენი ცხოვრება იმაზე უკეთესი გახადა ვიდრე იყო 2012 წელს თუ იმაზე უარესი. ორივე კითხვაზე ქართულ საზოგადოებას მარტივი პასუხი უდევს ცხვირწინ, ყველას აბსოლუტურად. ყველამ ვიცით რომ ეს ქვეყანა ჩამოშორდა დასავლეთს ივანიშვილის პირობებში, შეწყვიტა შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა, შეწყვიტა მოლაპარაკებები ევროკავშირთან, ნოლია წელს დახმარებები, რომლებიც მოდის ქართული სახელმწიფოს გაძლიერებისთვის ჩვენი დასავლელი მეგობრებისგან, ჩვენი ძმებისგან, რომელიც ამ ქვეყანას მართლა აქამდე ატარებდნენ და ყველა რეფორმა მათი დახმარებით არის განხორციელებული. ერთი მხრივ ეს და მეორე მხრივ საქართველოს მოქალაქე, რომელიც დღეს ბაზარში მიდის, გუშინდელი დღიდან გაძლიერებულ პულს ყიდულობს. 35 ლარზე მეტი პენსია არ მომატებია 1 იანვარს. ინფლაციამ შეჭამა ყველა ნამატი ხელფასზეც და პენსიაზეც. ქართველი კაცი, რომელიც ბანკებს კითხეთ გადაბადებების რაოდენობას, სესხების, რომლებიც შედის ამ ბანკებში და რესტრუქტურიზაცია ვალების. საქართველო არის ჩაფლური ეკონომიკურ კრიზისში და ის რომ ეს არ ეთყობა ივანიშვილის ოლიგარქატს, რომელიც ჯიპებზე შემომხტარი დაქრიალებს ვაკის ქუჩებში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო მართლა ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანაა. ნუ აი ამ სიგიჟეს ვაკეთებ და კიდევ ერთხელ საქართველოს მოსახლეობას აფურთხებთ. იმიტომ რომ ქართველმა კაცმა ყველაზე კარგად იცის თვის დასაწყისიდან თვის ბოლომდე რა კოშმარი და ჯოჯოხეთი უნდა გაიაროს იმისთვის, რომ შვილები მშიერი არ ყავდეს და შეციებული არ ყავდეს. ამიტომ ამ ხალხს ველაპარაკოთ, ამ ხალხს ვკითხოთ, საქართველო ვისთვის არის, საქართველო ჩვენია და არა ივანიშვილის. ერთი რაც არის თქვენ საუბრის პარალელურად ვიტყვი, რომ ერთი რაც არის თვალსაჩინო ოცნება დანამდვილებით ეჭიდება. ხო, ახალი ადმინისტრაციის ზოგიერთ გზავნილს ზოგ შემთხვევაში არც თუ უსაფუძვლო, თუმცა საბოლოო ჯამში რამდენად აღმოჩნდება თავსებადი ამ ყველაფერთან, ამას დრო აჩვენებს. თავარზე კონცენტრირდეთ, აი ამის თქმა მინდა, რა თავარი არის, ჩვენ უნდა დაუახლოვდეთ ევროპას, საქართველოს მოსახლეობის 86% ინტეგრაცია უნდა და ეგ არის ჩვენი ინტერესი. თუ რამე ინტერესში რეალურში საქართველოს მოქალაქეების ტრამპის ადმინისტრაციას დავამხნევით თუ ევროკავშირს, ღმერთმა ხელი მოგვიმართოს ამ ამბავში. მაგრამ ჩვენთვის თავარი არის საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესები. ევროკავშირი, დასავლური ინტეგრაცია და ეკონომიკური წარმატება და აქედან არც ერთ ივანიშვილი არ აძლევს თავს. ამიტომ არის წასასვლელი აქედან. მადლობა თაზო, დაგემშვიდობები. თაზო დათუნაშვილი საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში.